რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით შეიყვანა მძიმე საბრძოლო ტექნიკა. თუ რა გამოხმაურებები და შეფასებები მოყვა, ამ ფაქტს ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი სამხედრო ძალებს აძლიერებს ოკუპირებულ აფხაზეთში. კრემლის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ყურად არიღებს და სამხედრო ძალების გაძლიერებით პასუხობს. ამჯერად მოსკოვმა არ აღიარებულ აფხაზეთში საზენიტო სარაკეტო სისტემები S-300 გადაისროლა. საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების ინფორმნამპალმის მოხალისეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეშვიდე სამხედრო ბაზაზე S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსისა და მისი ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შეტანის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეს საზოგადოება აწარმოებს საკუთარ გამოძიებებს და აქვეყნებს ცალკეულ მტკიცებულებებს რუსეთის აგრესიის დამადასტურებელ ფაქტებზე. გავრცელებულ ვიდეორგოლში ნათლად ჩანს თუ როგორ შევიდა რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით 3 ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციები, დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები იყო. ვიდეო მასალასთან ერთად გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსის სამხედროების მიერ გადაღებული და შემდეგ თავიანთ სოციალურ გვერდებზე ატვირთული ფოტოებიც ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ გადმოიტვირთა მძიმე ტექნიკა გუდაუთის ბაზაზე. ინტერნეტ გამოცემის ინფორმაციით S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ახალი მესამე დივიზიონი განთავსდება ოჩამჩირის ანგალის რაიონებში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება ერთ-ერთი მიზეზია, რითაც პოლიტოლოგები კრემლის აქტივობას და მის კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს ხსნიან. რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღების გაძლიერებას სპეციალისტები ძალების დემონსტრირებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის არსენალის მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, რუსეთის მიერ ბოლო დროს მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკავშირდება ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის ზოლში და იმ გეგმის ნაწილია, რომლის თანახმადაც მოსკოვი ცდილობს გააკონტროლოს შავი ზღვის სანაპიროს ზოლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ეს მესამე დივიზიონია. საერთოდ რუსეთი გადადის აძლიერებს თავის საზენიტო საშუალებებს და ის პოლკები, რომლებიც მანამდე იყო დივიზიონის შემადგენლობით, გადაყავს უკვე 3 დივიზიონს, როგორც საბჭოთა პერიოდში ქონდა. აქედან გამომდინარე არსებობს ეჭვი, რომ ეს მესამე დივიზიონი შევა განათავსონ ოკუპირებული აფხაზეთის ან ოჩამჩირის რაიონში, ან სულაც გალის რაიონში. იმ შემთხვევაშიც უფრო გაძლიერდება მათი შესაძლებლობა. რაც ვიზუალურად ჩანს, ეს შეიძლება იყოს უფრო S-300 PS ტიპის მოდიფიკაციის. თუ გავთვლით ახლა რა იდეა შეიძლება იყოს ამისთვის. საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს ერთი არის, რადგანაც თუ გალის რაიონში დააყენებენ, მათ მეტი საშუალება იქნება გააკონტროლონ დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილის საჰაერო სივრცე. ყველაფერი უკავშირდება ნატომ, როდესაც განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ის შავ ზღვას მიხედავს და გაძლიერდება. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირს დაახლოებით 200-300 კილომეტრის სიღრმეში გააკონტროლებს და რაკეტებიცაც დაახლოებით 100-150 კილომეტრს ჩაკეტვა შეეძლება, ის მთლიანად გადაფარავს ჩვენთვის სტრატეგიულ მნიშვნელობის ობიექტებს, ესაა ფოთის პორტი და ბათუმის პორტი. ის რის გარეშეც არც საქართველოს ძლიერება გამოვა და არც ნატოს გაძლიერება შავ ზღვაში, აღმოსავლეთ ნაწილში მით უმეტეს. ასევე რუსეთი ახორციელებს თავისი დასახული გეგმა აქვს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ, იქ მოახდა მისი მილიტარიზაცია უფრო საშინლად, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც მას ჯერ კიდევ ჩაუძირავ ავიამზით ეძახდნენ ყირიმის ნახევარკუნძულს და რუკაზეც რო ნახოთ, ესე იგი ყირიმის ნახევარკუნძული, ნოვოროსიისკი და ოკუპირებული აფხაზეთი. აი ამ ადგილებში სანაპიროზე განთავსებული საზენიტო სარაკეტო სისტემები, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები მას საშუალებას აძლევს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის უდიდესი ტერიტორიის გაკონტროლებას. საქართველოს ხელისუფლებას სამწუხაროდ ბევრი არაფრის დაპირისპირება არ შეუძლია, ერთადერთი პროტესტი დიპლომატიურ დონეზე განაცხადა. მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ტექნიკის შეტანის ფაქტს ოფიციალური თბილისი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაგრძელება და 2008 წლის შეთანხმების მორიგ უხეშ დარღვევა დაფასებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, ყველა საერთაშორისო ფორმატში ქართული მხარე საუბრობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და ამ საკითხში საერთაშორისო მხარდაჭერასაც გრძნობს.
ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სულ ეხლახანს აფხაზეთში ეს 300 ტიპის შეერაღების შემოტანასთან საზენიტო სარაკეტო სისტემების დამატებით კომპლექსის შემოტანასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე და არ არის ორიენტირებული უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საერთაშორისო სამართლისადმი და პრინციპებისადმი პატივისცემა იქნეს უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მოხდეს დეოკუპაცია და მოხდეს ყველა საფუძვლის შექმნა იმისათვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება იყოს შესაძლებელი. ბუმერანგები შემოუბრუნდება რუსეთს უკან. ერთგვარი ახალი კონjunktურის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელიც რუსეთს გააჩნია დღეს, არის რა თქმა უნდა საფრთხის შექმნელი, არის დესტრუქციული, ეს არ წაადგება როგორც რეგიონალური, ასევე მთლიანად ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალს. ქართული მხარის განცხადებით ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას ცდილობს. ექსპერტები სამშვიდობო პოლიტიკას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რათა პარტნიორებისგან პრაქტიკული მხარდაჭერა მოიპოვოს. მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული პოლიტიკა უნდა გაატაროს როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის მიმართულებით და სახელმწიფო განამტკიცოს ეკონომიკური თუ ძალოვანი სტრუქტურების თვალსაზრისით. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთი აწარმოებს ღია დეკლარირებულ ჰიბრიდულ ომს. ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი კომპონენტებია როგორც სამხედრო, ძალისმიერი კომპონენტები, ასევე საინფორმაციო, პოლიტიკური, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სწორედ ნებისმიერი ასეთი ქმედება რუსეთის მხრიდან, იქნება ეს მცოცავი ანექსია, დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგება, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა არის ერთი მთლიანი სცენარის ნაწილი, რომლის ამოცანაც არის, რომ არ დაუშვას ის, რომ საქართველოს შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, გახდეს სრულუფლებიანი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი ქვეყანა და ეს პროცესი იყოს შეუქცევადი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და უნდა გქონდეს აქტიური საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა. ეს უნდა იყოს კარგად კოორდინირებული, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ქოლგის ქვეშ განხორციელებული და პარალელურად ბუნებრივია ეს უნდა მოიაზრებდეს ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან აქტიურ მუშაობას. იმდენად რამდენადაც პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არის რუსეთის მხრიდან, არ არის მარტო საქართველოსთან მიბული. ეს არის რუსეთის ასევე დეკლარირებული დაპირისპირება მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრობლემებიც ნაწილი არის იმ ფართო კონტექსტში, იგივე რეგიონალური პრობლემებისა, ევროპული უსაფრთხოების, რასაც რუსეთი აწარმოებს. და აქედან გამომდინარე, შანსები იმისა, რომ ჩვენ შევქმნათ დამატებითი შემაკავებელი ფაქტორები რუსეთის წინააღმდეგ იზრდება, თუკი ჩვენი უსაფრთხოების დღესწესრიგი გახდება ევროპული და ევროატლანტიკური დღესწესრიგის ნაწილი და ბუნებრივია ამას ჭირდება საკმაოდ აქტიური მუშაობა. მათ შორის ნატოში გაწევრიანებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა არის და რაც შეიძლება უფრო მეტი არგუმენტი უნდა გქონდეს ჩვენ მხარდამჭერებსაც, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის ნატო, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ევროპული ეკონომიკური თუ პოლიტიკური ორგანიზაციებში შექმნას გამყოფი ხაზები და მოახდინოს ეროზია ერთიანი მიდგომის. თუკი ნატო შეინარჩუნებს იმ დეკლარირებულ ამოცანას და რუსეთი ვერ მოახდენს ნატოს პოზიციების ეროზიას, იგივე გაფართოებასთან დაკავშირებით, მაშინ ეს პროცესი დასრულდება წარმატებით, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამას ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დღეს შეაკავოს რუსული აგრესია, პოტენციური სხვა მიმართულებებით, რომ სად იქნება ეს ძნელი სათქმელი, ეს იქნება ევროპის, ბალტიის ქვეყნების მიმართულებით ჩავზღვაში თუ სხვაგან სადმე, არის ნატო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაზე იმსჯელეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
სხდომის დამთავრების შემდეგ აღინიშნა, რომ საქართველო ემზადება ნატოს მორიგი სამიტისთვის, რომელიც ბრიუსელში 25 მაისს გაიმართება და სადაც ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ნატოს მიერ პრიორიტეტად აღიარებული შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს თუ როგორ და რა სახით შეიძლება ჩაერთოს ამ პროცესებში საქართველო. აფხაზეთში მიმდინარე პროცესები უკავშირდება რუსეთის მიერ რეგიონის მილიტარიზაციას და მიმართულია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის შესუსტებისკენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა. ცხადია, ყველა ეს პროცესი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, არის გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, თუმცა ის რაც აფხაზეთში ხდება და ეს უკავშირდება ისევ და ისევ რუსეთის მილიტარიზაციას რეგიონისა. ცხადია, ეს გამოწვევები უკვე ცდება საქართველოს მასშტაბს და მიმართულია მთლიანად შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის შესუსტებაზე. ეს არის კომპლექსური საკითხი, ამ საკითხში საქართველო მარტო არ არის და შესაბამისად ჩვენ ისიც განვიხილეთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ თავის პარტნიორებთან ერთად, რომ ასეთი საფრთხეები შემცირდეს. განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვის უნარიანობის გაღრმავებისკენ მიმართული გეგმები და პროცესები, აგრეთვე განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. 25 მაისს გასამართ მაღალი დონის შეხვედრაზე იმისათვის, რომ საქართველო იყოს სათანადოდ წარმოდგენილი, ყველა უწყება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც უშიშროების საბჭო, თავდაცვის სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მაქსიმალურად გააჟღერონ ის გზავნილები, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იქნეს წარმოჩენილი ამ ღონისძიებაზე.